ლეიბორისტების არჩეულს არსებით განხილვაში რამდენიმე დღეში გაირკვევა. დღეს მოსამართლეთა კოლეგიამ მოსარჩელეებს მოусმინა. პროცესს თავად ლეიბორისტების ლიდერიც დაესწრო. ლეიბორისტები რეგიონებში კოლექტიური მრიცხველების დამონტაჟების წინააღმდეგ გამოდიან, რადგან თვლიან, რომ კოლექტიური მრიცხველების დაყენების შემთხვევაში შეუძლებელი გახდება იმის დადგენა, თუ ვინ რა რაოდენობის დენი მოიხმარა. ლეიბორისტული პარტია თვლის, რომ ამ შემთხვევაში მოსახლეობას სხვის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დაფარვაც მოუწევს. მთელი საქართველოს ჩამოკიდეს კოლექტიურ მრიცხველებზე, მეგობრებო. ანუ ერთი ხარჯავს 500 ლარის ენერგიას და მეორე 10 ლარისას ყველაზე ნაწილდება თანაბრად და ყველა იხდის თანაბრად. ფიქრობ, ასეთი რამ არათუ კონსტიტუციებში, არამედ დიქტატორთა განკარგულებებსა თუ ინკვიზიციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში ჯერ არ დაფიქსირებულა, რომ კაცმა მაღაზიაში იყიდოს 100 გრამი ორცხობილა, სხვა მიყიდოს ზვიგენი ან დიდი ასატრინა და იმ 100 გრამი ორცხობილას პატრონს გადაახტევინონ იმ ასატრინის ფულიც. ასეთი რამ არ არსებობს. ეხლა სააკაშვილი რო შევიდეს შილიკას დუქანში, იქ ეიფოს 10,000 ლარის, მე შევიდე ერთი ბაკალი ლუდი დავლიო და გადამახტევინონ სააკაშვილის ნასუფრალის გამო. არა, მე ელემენტარული მაგალითი მომყავს. ადამიანის უფლებების დამცველები